ლიგის პირველი ნახევარფინალი ხვიჩასთვის, არ შემდგარი მადრიდული რემონტადა და ბარსელონას პირველი მარცხი 20-25-ში. კომპანიის ვერჩაბარებული გამოცდას უნდა ვახსენოთ. შუაკვირაში სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრები ვიხილეთ, რაზეც ვიდეოში ვისაუბრებ კიდეც. სანამ დავიწყებ, დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და წავედით. რემონტადა, რომელიც მთელი კვირის მანძილზე ანონსდებოდა, ვერ შედგა. საოცარი კონტრასტი იყო მოლოდინსა და რეალობას შორის. მადრიდელები აქტიურ შეტევებს გვირდებოდნენ, თუმცა პრაქტიკულად ვერაფერი შემოგთავაზეს. ანჩელოტიმ პირველი ჩავარდნილი შეხვედრის შემდეგ თამაში ვერანაირი ცვლილების შეტანა ვერ შეძლო. გაუთავებელი ჩაწოდებები საბოლოოდ უხეშობაში გადაიზარდა. ამ საქმეში რუდიგერი გამორჩეული იყო და არც ჯუდი აკლებდა. მადრიდულმა გარემომ მგონი მსაჯზეც იმოქმედა და პირველ ტაიმში ორი აბსურდული პენალტი დანიშნა. საბოლოო ჯამში ერთი გააუქმა, მაგრამ მაინც აგულისხმო. ხო მართლა დაწერეთ კომენტარებში რამდენად სწორი გადაწყვეტილებები მიიღო ლეტისიამ. 90 წუთის განმავლობაში მადრიდელთა მხრიდან სახიფათო მომენტებით ვინისიუსი, რაც ასევე სალიბას დაუდევრობას მოყვა და ბოლოსკენ ენდრიკი გამოიშვა. გუნდისთვის, რომელსაც 3 გოლი სჭირდება, ეს სტატი საგან გაშუა. კურტუამ მატჩის შემდგომ ინტერვიუში სწორედ შენიშნა. უფრო გუნდურად თამაში გვართებდა და არა ინდივიდუალურ მოქმედებებზე დაყრდნობა. ხშირად ვინისიუსი და მბაპე ორმაგი მეურვეობის ქვეშ ექცეოდნენ. ინდივიდუალიზმმა შეიძლება ერთხელაც იმუშაოს, მაგრამ 5 ჯერ ვერ შეძლებს. არსენალმა შესანიშნავად დაიცვა თავი, სიმეონეს ატლეტიკოსაც კი მოგვაგონებდა რიგ მომენტებში. ბუკაიო საკამ მატჩის სტარტზე გაცვლებული პენალტის ტვირთი მეორე ტაიმში დიდებულად შესრულებული გოლით მოიშორა. ამ შემთხვევაში უკვე შეძლო კურტუასთვის ბურთის თავზე გადადგა. გაბრიელ მარტინელიძეც ვისაუბროთ, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, დაუღალავად შრომობდა დაცვაში და შეტევაში. ამის სათვალჩინო მაგალითი 92 წუთზე მისი სპრინტი, რომელიც გოლით დააგვირგვინა კიდეც. დეკლან რაისი კი ისევ განსაკუთრებული იყო, ზედიზედ მეორე Man of the Match-ის ჯილდო. ამჯერად არ იყო სუპერ გოლები, მაგრამ მაინც გამორჩეული პერფორმანსი აქტივში, როგორც დაცვით, ასევე შეტევით ასპექტში. დაძაბული შეხვედრა ვიხილეთ გერმანიაში. გვინეელმა ფორვარდმა ყველას ყურადღება მიიპყრო და ბომბარდირთა დავაში წინ გაიჭრა 13 გოლით. ყველაფერი არსებითად პირველ მატჩში გადაწყდა, როდესაც კატალონიელებმა ინფილდის წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე გადამწყვეტი მეოთხე გოლი გაიტანეს, რაც კატასტროფისგან თავის დაზღვევის მთავარი ინდიკატორი იყო. იქ ლამინ იამალმა უსვან დემბელეს წლების წინანდელი შეცდომა არ გაიმეორა. ბარსელონა მოდუნებული გავიდა სათამაშო და გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა პედრი სათადარიგო სკამზე ვიხილეთ. პლუს ბალდეს არ ყოფნაც დაეტყო. შეტევებს გაშლა და სიმწვავე აკლა. კატალონიელებმა კონცენტრაციის განსხვავებული დონე აჩვენეს და გადატვირთულ გრაფიკზე შეიძლება აპელირდეს. 19 დღეში მე-7 შეხვედრა ჩაატარეს. ჩაკარგულები იყვნენ გუნდის ლიდერები: რაფინია, იამალი, ლევანდოვსკი. იამალის ნაადრევ მაცვლებამ თინეიჯერი სუპერვარსკვლავის გაღიზიანებაც გამოიწვია, რაც ესპანელს არ დაუმალავს კიდეც. ლიგის გუნდისთვის თითქოს ტაიმაუტივით იყო, კატალონიელები პირველად დამარცხდნენ მიმდინარე წელს. მატჩის სტარტზე დორტმუნდელები სამცველიანი და მაღლა აწეული ხაზით წარსდგა. ყველასთვის გასაკვირად წელს მრისხანე კონკურენტი საჯარიმოს მიაჯა. პირველ 20 წუთში კოლოსალური მომენტები შექმნეს და გაიტანეს კიდეც. თითქოს ინტრიგა შეძინეს შეხვედრას. მცდელობები არც გირასიმ დააკლო და ჰეტრიკიც ჩაიწერა აქტივში. საშინელი ქაოტური ფეხბურთის ფონზე კატალონიელებსაც მიეცათ თავიანთი შანსები და გაიტანეს სწორედ აქ დასამარდა შავკეთლების იმედი. დორტმუნდისთვის პირველი მატჩის შედეგმა განსაზღვრა მათი ერთადერთი გეგმა, უკან მოუხედავი შეტევა. კოუჩმა თავიდანვე გარიცხა და აჩვენა, რომ გააზრებული ფეხბურთის თამაში ძალუძდა. მოკლედ, რომ შევაფასო, მსგავსი სხვაობის აღმოსაყრელად ბევრად უფრო მეტი კლასი, ძალისხმევა და გამართლებაა საჭირო, მაგრამ ბორუსიას მონდომება დაუპირისპირდა. ინტერისა და ბაიერნის განხილვა ერთდროულად ადვილი და რთული. ამ დაპირისპირების 180 წუთმა სრულად გაამართლა მასზე გაცემული ავანსები. იყო სანახაობრივი გოლებით დახუნძურული მატჩები, სადაც ერთმა გოლმა გადაწყვიტა ყველაფერი. და ეს უმნიშვნელოვანესი გოლი ექს-მიუნხენელმა ბენჟამინ პავარმა ჩაიწერა აქტივში და აღნიშნითაც ემოციურად აღნიშნა კიდეც. დაუბრუნდეთ მატჩის ცვლილებას, გუნდები სრულად საპირისპირო ფილოსოფიას წარმოადგენენ. ვერ ვიტყვი, რომ დუელში ინტერმა თავი გაცილებით უკვე წარმოაჩინა, მაგრამ ვიხილეთ ორი აბსოლუტურად თანაბარი გუნდი. მაგრამ პლეი-ოფებს რომელიღაც ერთი უნდა გამოთიშურო. ინზაგის და კომპანიის მყარად მიყვებოდნენ თავიანთ სტრატეგიას. ერთი კვირის შემდეგაც ტაქტიკურად არაფერი შეცვლა. სქემა იგივე დარჩა. ბაიერნი ისევ ცდილობდა პერსონალურ პრესინგს, ხოლო მილანელები ზეწოლას იდეალურად აღწევდნენ. თავს და სწრაფ კონტრშეტევებზე იყვნენ ორიენტირებული. პირველ ტაიმში ბევრი ვერაფერი ვიხილეთ, ინტერი ჩასაფრებული იყო, თავს შანსს ელოდებოდა და მთავარი ინიციატორი მაინც ბაიერნი. მეორე ტაიმი აბსოლუტურად მღელვარე და სანახაობრივი გამოდგა. კეინის გოლის შემდეგ ისე ჩანდა, რომ ინტერს ენერგია უმთავრდებოდა. მაგრამ სწორედ ამ დროს სტანდარტულებიდან მოვიდა 2 გოლი. ჯერ ლაუტარომ, შემდეგ პავარმა შეძლეს გატანა. ბაიერნის უპირატესობა 3 წუთში განიალა. ბაიერნმა ბოლოს და ბოლოს გააქტიურა მეორე შეტევითი სქემა. ხშირი ფლანგების ცვლა და ჩაგდებები შორეულ ძელებთან.
ასე გაიტანა დაიერმა გოლი, იპოვა სივრცე, რადგან ინტერის მცველები ხშირად ცენტრში იყვნენ შეჯგუფლული და შორეულ ძალთან მდგომი ფეხბურთელები ავიწყდებოდნენ. ამ შემთხვევაში დი მარკო ჩავა. ხო, თომას მიულერსაც არ დაუკლია მცდელობები, ბოლო წამზე საკმაოდ რეალური შანსიც მიიღო, მაგრამ დარტყმას ძალა დააგდო. გერმანელი სავარაუდოდ ბოლოჯერ ვიხილეთ ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის ბაიერნის მაისურს. შეჯამებისთვის ინტერი შეთამაშებული შეკრული კოლექტივია, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ გამარჯვებაში. ინზაგი კარგად ჩამოყალიბებულ სტრატეგიას მიყვებოდა მაშინ, როცა კომპანიისთვის სულ პირველი სეზონია ამ დონეზე. გარდა ამისა, ბაიერს მნიშვნელოვანი ხალხი აკლდა ნოიერის, უპამეკანოს, დევისის და განსაკუთრებით მუსიალას სახით. ბირმინგემში სასწაული შეხვედრა ვიხილეთ, ემოციების როლერკოსტერი, ჯიჯი დონარუმას ენით აღუწერელი სეივები და ხვიცას ლიგის ნახევარფინალი ელის. PSG პირველი ლიგის ტიტულისკენ მიიწევს, თუმცა კომპლიმენტებს სულ სხვა გუნდი იმსახურებს. მატჩის დასრულების შემდეგ უნაი ემერიმ განაცხადა გრძნობ დამარცხების სიმწარეს. ნამდვილად, ესპანელი სპეციალისტი თუ აქამდე მეორე ეშელონის გუნდებს უწყებოდა და ლუზერად გვევლინებოდა, ამ შემთხვევაში ჩემგან დიდი პატივისცემა დაიმსახურა. იმისთვის, რაც 90 წუთის მანძილზე მისმა გუნდმა გვაჩვენა. PSG-ს თამაშიდან გამორთვა შეძლეს. ყველა კომპლიმენტი ასტონ ვილას იდეალური მომზადებისთვის, მათი ცხოვრების მატჩისთვის. ამ ემოციებსა და შეგრძნებებს ზოგიერთი გულშემატკივარი 43 წლის მანძილზე ელოდა. მთლიანობაში ეს იყო საკმაოდ თანაბარი მატჩი, უბრალოდ არათანაბარი მიმდინარეობა. პარიზელები თითქოს მას შემდეგ ჩაქრნენ, რაც 2 მატჩის ჯამში ანგარიში 5-1 გახდა. ლოგიკურია, მაგრამ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დაკარგეს კომპაქტურობა და მხოლოდ თავდაცვაზე გადავიდა. შემტევები დემბელესა და ბარკოლას სახით ნაკლებად იყვნენ დაცვით დაკავებული. საკვირველად შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე. ფრანგი შეხვედრის მანძილზე ეგოისტური და არაზუსტი გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდა. გაურკვეველია, რაში გამოიხატებოდა მისი საუკეთესობა. მეორე ტაიმის სტარტზე ვილანებმა ისარგებლეს სივრცეებით, გადატვირთეს ბოლო მესამედი, აქტიურად დაიწყეს მომენტების შექმნა და გოლებად კონვერტაცია. ბოლო წამებზე რომარა პაჩოს ბურთის გამოტანა ვინ იცის რა მოხდებოდა. თვლი მატჩის მთავარი გმირი ჯიჯო დონარუმა იყო. კარის ხაზზე მისმა რეაქციებმა განაპირობა PSG-ს შემდეგ ეტაპზე გასვლა. თავის მხრივ იანვრიდან PSG-ს ახალ ლეველზე ასვლის შემდგომ ენრიკემ პირველი მოულოდნელი გაკვეთილი მიიღო, რაც სამომავლოდ უნდა გამოიყენოს. ახლა კი ოპტას განახლებულ პროგნოზებს გადავხედოთ, რომელიც 16 აპრილით თარიღდება. არსენალმა სენსაციურად გამოთიშა რეალ მადრიდი. როგორც ოპტას სუპერკომპიუტერებმა იწინასწარმეტყველეს მატჩამ. ახლა ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად ითვლებიან 28%, მეორე ინტერია 25%, ხოლო მესამე PSG 24% და ბოლო პოზიციაზეა ბარსა 21%. ფრანგებისა და კატალონების შანსების შემცირება ბოლო უფერული შეხვედრებით არის განპირობებული. მოკლედ გამოვიდა ის, რომ გვაქვს სუპერ ნახევარფინალები: არსენალი, PSG, ბარსელონა, ინტერი. როგორც წინა ვიდეოში ვახსენე, იმ სუპერფინალისკენ მივიწევთ, რაც ვისურვებთ. მაგრამ ამისთვის ორივე გუნდს მართებს ძველი ფორმის დაბრუნება. დაპირისპირებები 29-30 აპრილს გველის. მანამდე კი დააფიქსირე შენი აზრი ნახევარფინალურ წყვილებთან დაკავშირებით და ლაიკის ღილაკზე დააკლიკე კიდეც. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.